მენტალურად რამდენად დიდია პრობლემა საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებში. Ძირითადად უფრო ევროტურნირებზე რომ იდგება საქმე, მანდ ხმარობენ ხოლმე ამ მენტალურ სიტყვას და როგორ არის საქართველოში ეს მენტალური მდგომარეობა? არის გარკვეულწილად მენტალობის პრობლემები. ევროტურნირების დროს განსაკუთრებით სხვა შორის კი სწორად აღნიშნეთ, თითქოს რაღაც ნავსივით ვერ გავტეხეთ ნავსი ეს წლების განმავლობაში თან ამაზე მუდმივად საუბარი რომ მიდის რომ არ გამოგვდის ეს თითქოს უფრო ნეგატიურად მოქმედებს გარკვეულწილად ეს ფეხბურთელები სხვა ამას ისმენენ თითქოს რაღაცა შეუძლებლად მიაჩნიათ რაღაცა ურწმუნოებაც გაბატონდა რაღაც ასე ვთქვათ ყოველ ზაფხულს რომ ჩვენ ვერ დავძლევ ჩვენ რაღაც თითქოს დაუძლევლად არის არ და რეალურად არ არის ესე განსაკუთრებით კონფერენს ლიგის დონეზე ამ საფეხურების გავლა და ჯგუფში შესვლა ფიქრობ რომ ჩვენი დონის ჩემპიონატსაც უნდა შეეძლოს და ამას ერთადერთი ამას ვიტყოდი რომ მიუხედავად იმ მენტალური პრობლემებისა რაც აქვთ ცალკეულ ფეხბურთელებს კლუბებს მაინც არის შესაძლებელი მაინც ის მიზეზები ხომ თავმჯდომარეებმა დაასახელეს წეგან ერთ-ერთი ვახსენის თავარი მიზეზი რომ გადინება და შემოდინება გუნდის თან ის პაუზა ის მაშინდელი ასე ვთქვათ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფორმატით გათვალისწინებული ის შესვენების პერიოდი მიუხედავად მაგისა და მიუხედავად იმ სხვა მენტალური პრობლემებისა ეს არის რეალურად შესაძლებელი და ეს უფრო რაღაცა რწმენა რომ შეგვიძლია ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნებოდა რა თითქოს ურწმუნოებაში რომ ვერ თითქოს ძალიან ძნელია და თითქმის შეუძლებლის კატეგორიაში აღიქმებოდა არ არის კონფერენს ლიგის ეგ გუნდები იმ დონის რომ სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე იარხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.